მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობათ. დღეს გვიერთდებით CodeWork-ის ტრენინგზე. ანი გაგვაცნობს დამატებით ინფორმაციას ჩვენს პლატფორმასთან დაკავშირებით. თუ გაგიჩნდებათ პერიოდულად კითხვები, შეგიძლიათ რომ ტრენინგის მსვლელობის დროს გაგვაჩეროთ და კითხოთ და გიპასუხებთ ავტომატურად. თუ რაიმე გაურკვეველი იქნება, ამ საკითხებსაც შეგვიძლია რომ ჩავხმავდეთ და უკვე ანის შეუძლია რომ დაიწყოს ტრენინგი. ვინმე ხომ არ გვიერთდება კიდევ თქვენი მხრიდან? გამარჯობა. გამარჯობა. მე მგონი სხვა არავინ მე და ქალბატონი ნაიდა ვიქნებით ჩართული. კი ბატონო, ავტომატურად კეთდება ჩანაწერი, შემდგომ უკვე დამუშავდება და გადმოგეგზავნებათ მეილებზე და პარალელურად კიდევ პროცესში, როდესაც გამოიყენებთ ჩვენს პლატფორმას, თუ გაგიჩნდებათ კითხვები, შეგიძლიათ რომ მაგალითად იხელმძღვანელოთ ამ ჩანაწერით, რაც ახლა გამზადდება. დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდით და გისურვებთ წარმატებებს. ანი, შეგიძლიათ დაიწყო. მადლობა. გავაზიარეთ მოდი ეკრანს. ჩანს ხო? კი, ჩანს. მოკლედ, დღეს ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ CodeMonkey-ის პლატფორმაზე. როგორც ცეთ არის პლატფორმა, სადაც მასწავლებლები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მასწავლებლებს ასწავლიან პროგრამირების საფუძველს ადრეული ასაკიდან, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი ტექნოლოგიები უფრო და უფრო ვითარდება და ყველა სფეროში საჭირო ხდება და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს ამ სფეროში ცოდნა, რაღაც ცოდნა ზოგადი თავიდანვე გქონდეს, გაყვებიან თუ არა ამ მიმართულებას მოგვიარებით, როგორც კომპიუტერულ მეცნიერებებს. მოკლედ, CodeMonkey არის პლატფორმა, სადაც თავიდან პირველი კლასიდან მივყვებით, მაღალ კლასელებამდე ავდივართ და თამაშ-თამაშით ვასწავლით პროგრამირების საფუძველს. შემდეგ უკვე რთულდება, რა თქმა უნდა, უფრო როდესაც გადადიან მაღალ კლასებში, იმიტომ რომ პროგრამირება ზოგადად არის ბლოკებზე დაფუძნებული და არის ტექსტზე დაფუძნებული. ბლოკებზე დაფუძნებული თამაშს უფრო მარტივია, იმიტომ რომ ვიზუალურად აიქვეყნა მასწავლებელი და ეს არის დაბალ კლასელებისთვის უფრო და ტექსტზე დაფუძნებული არის მაღალ კლასელებისთვის და მე კურსებში ვნახავთ ჩვენ როგორ არის დაყოფილი თემების მიხედვით. ეხლა კი მოდი პლატფორმაზე დავიწყოთ, ზოგადად პლატფორმა მოვიხილოთ და შემდეგ უკვე კურსები, რითიც მასწავლებლებს უნდა ვასწავლოთ ეს პროგრამირების საფუძველი. ეს არის admin dashboard, ანუ admin-ის დაფა. წარმოიდგინეთ სკოლაში არის რამდენიმე მასწავლებელი, თქვენ რომელიც ასწავლით მასწავლებლებს და ერთი იქნება admin-ი, რომელსაც შეუძლია დაინახოს ყველა კლასრუმი, რაც დამატებულია ამ აკაუნტზე, ყველა სტუდენტი და ასე მასწავლებლები და ასე შემდეგ. სკოლას როგორც წესი ნახეთ, აი დაშბორდი აქ ჩანს ყველაფერი, სკოლები, კლასრუმები, სტუდენტები, მასწავლებლები და ასე შემდეგ. თქვენ ადმინსაც შეუძლია დაამატოს აქედან, ერთ სკოლას ამატებს ხოლმე ძირითადად, მაგრამ და კლასრუმებიც აქედან შეუძლია დაამატოს, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ყველა მასწავლებელმა შემდეგ განვიხილავთ აი ამ გვერდიდან როგორ უნდა დაამატოთ, ყველა მასწავლებელმა შექმნას თავისი საკლასო ოთახი და თავიანთი მოსწავლეები დაამატონ და მიხედონ თავიანთ კლასრუმებს ხვდებით, იმიტომ რომ უფრო ორგანიზებული იქნება და მენეჯმენტის მხრივაც გამარტივებული პროცესი. ნახეთ, ჯერ ადმინი რო განვიხილავთ მოკლედ, აქ ეს teachers მასწავლებლებში რო გადავალთ, აქ გამოჩნდება რომ აი ნახეთ ერთი მასწავლებელი ახლა დამატებული და აქედან ადმინს შეუძლია რომ მოიწვიოს მასწავლებლები, მაგალითად მე თუ მინდა სხვა მასწავლებელი მოვიწვიო, დავამატო, ჩემს პლატფორმაზე invite teachers დავაწვევი ამ რელაქს, ჩავწერ მასწავლებლის მეილს და invite დავაწვევი. შემდეგ იმეილზე გაიგზავნება მოწვევა და ის მასწავლებელი უბრალოდ დაადასტურებს იქ და დამატებული იქნება უკვე ამ პლატფორმაზე და აქ გამოჩნდება კიდევ ერთი მასწავლებელი, ვინც დავამატე მე. კი ბატონო. სკოლებში რომ გადავიდეთ, აქ ერთ სკოლას დაამატებთ, ერთი სკოლა არის ხოლმე ძირითადად დამატებული და იმის მართვა ხდება. კლასრუმებში ჩანს ყველა, ახლა აქ არ არის კლასრუმები დამატებული, იმიტომ არ ჩანს, მაგრამ ამ გამოწერას, მაგრამ აქ გამოჩნდება ის კლასრუმები, რომელსაც თქვენ დაამატებთ. როგორც უკვე გითხარით, აქედან upload classrooms რომ წერია, შეუძლია admin-ს მაგალითად Excel-ის ფაილში ჩამოწეროს ყველა კლასრუმი, რომელიც უნდა ატვირთოს და ისე ატვირთოს, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჯობია თითოეულმა მასწავლებლმა თქვენი საკუთარი საკლასო ოთახი შექმნათ და მართოთ. და მოკლედ აქ ყველა assignment გამოჩნდება, რომელიც სავარჯიშოები, რომელსაც მასწავლებლები გააკეთებინებენ მოსწავლეებს. ახლა მოდით გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილზე, ეს შემდეგი გვერდია My Classrooms, სადაც ჩანს ყველა ეს კლასრუმი, რომელიც არის დამატებული ამ გამოწერას, ამ პლატფორმაზე. მაგრამ ნახეთ,
როდესაც მე ჩემი აკაუნტით შევალ, როგორც მასწავლებლის აკაუნტით შევალ, მხოლოდ ჩემი კლასრუმები გამოჩნდება. შეიძლება აქ მაგალითად 3 მასწავლებელი ვიყოთ და ერთი მე დავამატო, ერთი მეორე საკლასო ოთახი სხვა მასწავლებელმა შექმნას, მესამე სხვა, მაგრამ მე რო ჩემი აკაუნტით შევალ, მხოლოდ ჩემი საკლასო ოთახი გამოჩნდება. ნახეთ, როგორ ხდება ახლა კლასრუმის დამატება? ძალიან მარტივია. ღილაკია new classroom აწერია, პლუსის ნიშანი როა, ამას დავაწვევით და მაგალითად რომ დავარქვა ახლა ანის კლასი 2025. სახელს დავაწერ აქ და create my classrooms დავაწერ. ნახეთ, შეიქმნა საკლასო ოთახი. ახლა მაგრძელებინებს და მეუბნება, რომ წარმატებით შეიქმნა ეს კლასრუმიო, მაგრამ ახლა შეგიძლიათ დავამატო მოსწავლე სტუდენტებიო. Okay, next დავაწვევი add students სტუდენტების დამატება და როგორ ხდება სტუდენტების დამატება. სამი გზა არსებობს ამისთვის. პირველი არის რომ ცალკეული აკაუნტი შევქმნა. ძირითადად ეს დაგჭირდებათ თქვენ, იმიტომ რომ მაგალითად ახალი მოსწავლეები, ვინც იქნებიან, რომელსაც აკაუნტი არ აქვს CodeMark-ის, თქვენვე შევქმნით განსაზღვრული მონაცემებით, ამ მონაცემებს დაიმახსოვრებთ და შემდეგ ყველა მოსწავლე შევახომეთ თავისი აკაუნტით და პირდაპირ ამ კლასრუმში დაემატება. მეორე ხერხი არის რომ მაგალითად Excel-ის ფაილში ან სადმე გამზადოთ ყველა მოსწავლის სია და ერთიანად ატვირთოთ ეგ ფაილი და ერთიანად დაამატოთ და მესამე არის რომ აი აქ პატარა აქ არის კლასის კოდი და შეგიძლიათ თუ უკვე აქვს იმას მოსწავლეს თუ უკვე აქვს აკაუნტი უბრალოდ ამ კლასის კოდს 5 ნიშნა კოდს გაუგზავნით და თვითონვე დარეგის შემოვა ამ კლასრუმში. მაგრამ თქვენ ახლა თავდაპირველად დაგჭირდებათ პირველი მეთოდი, რომ შევქმნათ აკაუნტი მოსწავლეს და შემდეგ პირდაპირ დაამატოთ ამ კლასრუმში. Select-ს დავაწვევი. ნახეთ, გამოჩნდა რამდენიმე ველი. აქ წერია რომ სრულ სახელს და გვარს ვერ ჩაწერთო, რეკომენდებულია, რადგან საერთაშორისო პლატფორმა მაინც და არასრულწლოვნების მონაცემების მითითება ასე არ გამოჩნდეს და ამიტომ რაღაც ნიკნეიმები შეგვიძლია დავარქვათ. მაგალითად, ახლა ჩემს თავს დავამატებ. Ani M-ს დავწერ. Username იყოს Ani M11 და პასვორდიც ამოვაგდურათ Ani M11. ეს username და პაროლი დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეგ დაგჭირდებათ შემდეგ რომ შევიდეს მოსწავლე თავისი აკაუნტით. შემდეგ create დავაწვევი უბრალოდ. და ნახეთ, user-ი წარმატებით შეიქმნა და ეს username და პაროლი დაგეწერათ, რომელიც დაგჭირდებათ. თუ მაგალითად დავიწყდა მოსწავლეს და თქვენც დავიწყდეთ, ეგეც არ არის პრობლემა, იმიტომ რომ შემდეგ მისი განახლება და ჩაიდეცება შეუძლებელია. შემდეგ აქ create more შეგიძლიათ და იგივე ეტაპები გაიარეთ, რომ ახალი მოსწავლეები დაამატოთ, მაგრამ ახლა ხო გასაგებია. ამიტომ გავთიშავ ამას და ნახეთ, ერთი მოსწავლე უკვე არის დამატებული ამ კლასრუმში. და პროგრესში რომ გადავიდე, ნახეთ პროგრესში რომ გადავედი, აქ გამოჩნდა რომ ერთი მოსწავლე არისო. რა ხდება ახლა პროგრესში? ეს არის კლასრუმი. არის კლასი 2025 ეს დავარქვი. ეს არის კლასრუმი, სადაც აქ ჩანს ყველა იმ სტუდენტის პროგრესი, რომელიც მე დავამატე ამ კლასრუმში. და რას ნიშნავს ახლა პროგრესი? ყველა ის გაკეთებული და შესრულებული დავალება, რომელიც გავიარეთ პროგრამის მიხედვით, რა დონეზე შესრულდა ეს დავალებები, ნახეთ, შეფასების სისტემა როგორ არის, 3 ვარსკვლავი არის მაქსიმალური შეფასება, 2 ვარსკვლავი არის საშუალო და 1 ვარსკვლავი არის ყველაზე დაბალი და ამის მიხედვით ეს აღნიშნული რომ ჩაიჭრა, ვერ გააკეთეს საერთოდ და ამის მიხედვით მივხვდებით რომ ამა თუ იმ მოსწავლეს რა მომენტში უჭირს და სად უნდა გააკეთებინოთ ხელახლა მაგალითად ან რა დავალებები უნდა მისცეთ და რაზე გაუმახვილოთ ყურადღება. შეიძლება მნიშვნელოვანი არის რომ როგორც ყველა პროგრამაში, სასწავლო პროგრამაში ჩვენი სასწავლო პროგრამაც დაყოფილია თავებად, ან მაგალითად 3 თავი არის განკუთვნილი, 4 თავი არის განკუთვნილი პირველ კლასელებისთვის და თავისი სახელი ქვიათ, ნახეთ, აქ არის კურსების ჩამონათვალი. და აქ რომ გადავალოთ თვალი, CodeMark ჯუნიორი, ნახეთ, 4 კურსია CodeMark ჯუნიორის, ეს არის პირველ კლასელებისთვის. Beaver Achiever-ი სადაც აწერია მეორე კლასელებისთვის. დანარჩენი ასე მივყვებით ნელა მესამე კლასელებისთვის და ასე შემდეგ. თქვენ მე თქვენზეა ეს არის რეკომენდებული როგორ ვასწავლოთ, მაგრამ შემდეგ თქვენ შეგიძლიათ თქვენივე საჭიროებიდან გამომდინარე გადაანაწილოთ კურსები და ამ კურსებში გავივლით ამას დეტალურად. უბრალოდ აქ იმის ჩვენება მინდა რომ თქვენ მაგალითად თუ მასწავლით CodeMark Juniors, აი ამ თავს თუ ასწავლით, ეს უნდა აირჩიოთ პროგრესში, რათა გამოჩნდეს ის დავალებები, რომელიც ამ კურსში აქვს შესრულებული. რა თქმა უნდა, მე თუ სხვა კურსს გავდივარ, მოსწავლეები თუ სხვა კურსს გადიან, ეს არ უნდა მქონდეს არჩეული, იმიტომ რომ მაგალითად Beaver Achievers თუ გავდივარ და CodeMark Junior-ი მაქვს არჩეული, Beaver Achievers პროგრესი არ გამოჩნდება ლოგიკური.
ამიტომ შესაბამისი კურსი უნდა ავირჩიოთ, ამის თქმა მინდა. შემდეგ ნახეთ, ეხლა ეს კურსი მე რომელიც ავირჩიე, გაყოფილია ორ ქვეთავად, მიმდევრობები და ლუპები. აქაც ჩანს შესაბამისად და ჩანს ყველა ის დავალება, რომელიც შეუძლია მოსწავლეს შეასრულოს. და აქ იქნება ვარსკვლავის მიხედვით რა დონეზე შეასრულო. შემდეგ მე შემიძლია რომ მაგალითად თუ პირველ გაკვეთილზე მივეცი 5 დავალება შესასრულებლად შემდეგი გაკვეთილისთვის, ზოგმა მასწავლებლამ იცის რომ ჩაუწდება ხოლმე ერთიანად აკეთებს ყველას და ზოგ მასწავლებლს ეს უღრევს ხელს უშლის გაკვეთილის წარმართვაში და შემდეგ ყველა მოსწავლე ხო ერთ ეტაპზე უნდა იყოს რომ ერთიანად მიყვებოდეს პროგრამას. ამიტომ ასეთი ფუნქცია აქვს რომ პროგრესის ლიმიტი დაუწესოთ. ანუ 5 დავალებას თუ ვაცლებ, ჩავკეტავ, ანუ 5 დავალებას გამოვიჩენ მარტო და დანარჩენის გაკეთების საშუალებას არ მისცემს მოსწავლეებს. ამისთვის უბრალოდ limit progress დავაწვევი. ნახეთ, ავირჩევ რომელი ქვეთავს გავდივარ, ახლა sequencing tool-ობს, ამ შემთხვევაში მე sequencing იყოს, იმიტომ რომ პირველი ეგ არის და limit progress რომ მოვწიჭკავ, მაგალითად 5-ს ჩავწერ, 5 სავარჯიშო და ავირჩევ და apply-ს დავაწვევი. ნახეთ, მხოლოდ 5 სავარჯიშო გამოჩნდება. და მოსწავლეს 6-დან აღარ შეიძლება სხვა სავარჯიშოების გაკეთება და ესეც შეიძლება ძალიან მოსახერხებელი იყოს და ისე გამომიყენება. აქ შეგვიძლია სტუდენტები, ახლა ერთი სტუდენტია მარტო ჩამოთვლილი, მაგრამ ბევრი სტუდენტი რო იქნება, თქვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ბევრი მოსწავლე იქნება, აქ ავირჩევთ ან სახელის მიხედვით შეგვიძლია დავსორტოთ, ან არბანის მიხედვით, ან პროგრესის მიხედვით, ან ყველაზე კარგად შესრულებული ზევით იქნება. და ასე შემდეგ. შემდეგ აქ ერთი საყვარელი ბლოკი აქვს სერტიფიკატების გადმოწერა. როდესაც CodeMonkey Junior, აი მაგალითად ამ კურსს როდესაც წარმატებით ჩავხურავთ, შემდეგ შემიძლია რომ ავახალისო ჩემი მოსწავლეები, მოტივაცია მივიცე და სერტიფიკატები გადმოვწერო. ამისთვის და დავურიგო სერტიფიკატები. ამისთვის download certificates დავაწვევი და ყველა სტუდენტისთვის ავტომატურად დააგენერირებს შესაბამისი კურსის სერტიფიკატებს. Click here to download დააწექი რომ გადმოწერო. დავაწვევი. და ნახეთ აქ გადმოიწერა და აქ გამოჩნდება ახლა ნახეთ სერტიფიკატი. ასეთ ამას დიზაინ სახელი username წერია მოსწავლის, რომელი თავი გავიარეთ და იმის CodeMonkey Georgia's ხელმოწერაც აქვს. და ასე შეიძლება სამოტივაციოდ გამოვიყენოთ. კარგით, ეს არის პროგრესის ნაწილი, რაც განვიხილოთ. ახლა გადავიდეთ კლასრუმის სტუდენტების გვერდზე. ნახეთ, აქ გამოჩნდება ყველა სტუდენტი, რომელიც ამ საკლასო ოთახში, ამ შემთხვევაში ani ჩემი თავი დავავატე. და ნახეთ, რომ გითხარით, რომ დაიმახსოვრეთ კომანდები, მაგრამ თუ დაგავიწყოთ, ეგეც არ არის საყვარელს დასრულებული მეთქი, აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ username და paroli. Paroli რა თქმა უნდა დამალულია ხოლმე, მაგრამ შეგიძლიათ ამ თვალის ნიშანს დააწჭკოთ და დააჭიროთ და გამოჩნდება paroli. მაგრამ თუ რაღაცა, მაგალითად, თუ მაინც გინდათ რომ შეუცვალოთ მოსწავლეს ეს paroli, აქ სამ წერტილს დააწვევით. და ნახეთ reset password-ი. და აქედან შეგიძლიათ რომ ახალი paroli ჩაწეროთ. ani 1 2 3 და save დააწვეთ და paroli აღდგათ. უბრალოდ ეხლა არის ani 1 2 3. ხვდებით, მარტივია. username-ი შეცვალოთ, ნახეთ აქედან კალამის ფანქრის ნიშანი რო აქედან შეგიძლიათ მარტივად შეცვალოთ. ეს არის ყველა სტუდენტის მონაცემები რომ მართოთ აქედან. აქ შეგიძლიათ მაგალითად მე თუ ვასწავლი ამ საკლასო ოთახში, მე ვარ მასწავლებელი. და მინდა რომ თანამასწავლებელი მოვიწვიო. და ერთად ვასწავლოთ ორივე. ამ კლასს მაგალითად. ამით co-teachers არის თანამასწავლებელი, ჩავწერ იმ მასწავლებლის mails, invitations გაუგზავნი მოწვევას, და როდესაც დაეთანხმება, აქ გამოჩნდება სახელი და username ამ თანამასწავლებელს. კარგი. რო გადავიდეთ კურსების განყოფილებაში, აქ გამოჩნდება ყველა კურსი, რომელიც შეგვიძლია გავატაროთ მოსწავლეებს. და ნახეთ, აქედან არის კატეგორიებში არის მხოლოდ მთავარი კურსები არჩეული. აქ არის მინი კურსები, ხოლმე მინი კურსით ნიშნავს ყველა კურსის მერე არის პატარა შემაჯამებელი ტესტი ან პატარა კურსი, რომელიც მაგალითად 4 კურსი თუ იყო მეორე კლასისთვის, ბივერეჩივე ვერში თუ არის საბი კურსი, მაგალითად ბივერეჩივე შემდეგ არის მინი კურსი, რომელიც აჯამებს ამ სამივე კურსს და ესეც ძალიან მოსახერხებელია ხოლმე და აქ შეგვიძლია ყველაფერს მოვწიჭკა, ყველაფერი გამოჩნდება, ეს მინი კურსებია, რაღაც აქტივობები არის, პატარა სავარჯიშოები, ჩელენჯები, გამოწვევები და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა არის მხოლოდ main კურსები მონიშნული, ნახეთ, მხოლოდ თავარი კურსები ჩანს, რომლითაც სწავლის პროცესი მიმდინარეობს, რომლითაც უხსნით ახალ თემებს, ტოპიკებს მოსწავლეებს.
და აქედან რა შეიძლება? მე თუ მაგალითად ვასწავლი პირველ კლასს და CodeMonkey Junior-ი ნახეთ აქ რო წია CodeMonkey Junior და ცისფერი ფერით რო არის აღნიშნული, ბლოკზე დაფუძნებული კოდი პროგრამირება. ბოდიში ჩავერთვები. მეგობრებო, რაიმე კითხვა ხო არ გაქვთ ეტაპობრივად ვითხარით ხოლმე, ან ჩქარა ხომ არ მივდივართ უკავშირი კარგი იქნება თქვენი მხრიდან. ყველაფერი რიგზია, ჯერჯერობით, რა ვიცი, საიტებისთვის დამახასიათებელი სტანდარტული ნაწილი იყო და აი აწი უფრო მე მგონი გვექნება კითხვები, იმიტომ რომ შინაარსობრივ მხარეზე გადავალ შეიძლება. დიახ და არ მოგერიდოთ ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ რომ დაგვისვათ. მადლობა, გავაგრძელოთ მაშინ, მადლობა დიდი. ამ შემთხვევაში ტექნიკური ნაწილია უფრო და განახებთ როგორ მოვნიშნოთ, მაგალითად განსაზღვროთ, აი essay to class არის რომ ამ ჩემს classrooms მაგალითად ეს 4 კურსი მინდა მივანიჭო. essay to class უბრალოდ დავაწევი ამ ფილოსოფიურ ყვითელ ვილაკს. გარით და ნახე მიენიჭა. ამასაც მივანიჭებ, ამასაც მივანიჭებ. ამ შემთხვევაში ამ ყველა კურსიდან მინიჭებულია CodeMonkey Junior-ი ჩემი კლასრუმისთვის. მაგრამ ახლა აქ შევამჩნიე, რომ Coding Adventure-იც მინიჭებულია, მაგრამ Coding Adventure-ი არის ზედა კლასელებისთვის, ნახეთ ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირებაა და საერთოდ პირველ კლასელებს საერთოდ არ სჭირდებათ და დიდი ალბათობით ვერც გაიგებენ თუ არა ჩაუღრმავდნენ და თუ არა უხსენით დეტალურად არ სჭირდებათ. ამიტომ უბრალოდ ეს საინდროა მონიშნული რა, ამ საწერტილს დავაწევი და ამ essay-ს დავაწევი, რომ დაიშალოს, ანუ ამ კლასრუმისთვის აღარ იყოს მინიჭებული. შემდეგ ჩამოვალ რაც არ მჭირდება, იმას უბრალოდ ამოვიღებ სასწავლო პროცესიდან, პროგრამიდან და მოვნიშნავ იმებს, რაც მჭირდება. ეს არის ეს. და აქ არის ფილტრი, მოკლედ თუ არ ჩანს რაღაც მინი კურსები რა თუ გჭირდებათ, აქედან შეგიძლიათ გაფილტროთ. რაღაც იმენ მარტო ბიგინერები გამოაჩინოთ, საშუალო დონე და მაღალი დონე და ასე შემდეგ. კარგით, ახლა არის ასეთი ძალიან აქეთ არის ძალიან საინტერესო და საყვარლობა გვერდი, კვიზები. და ყველა კურსს აქვს თავისი ტესტი, ანუ კვიზი. და შეგიძლიათ ეს მოვნიშნოთ ხოლმე, მაგალითად, ნახეთ, Beaver Achiever-ი მაგალითად. Beaver Achiever-ს თუ გავდივარ, ყველა კურსს აი რასაც აქვს კვიზები, ჩანს აქ. Beaver Achiever-ს თუ გავდივარ, აქაც პროგრამაშიც Beaver Achiever-ს ავეჩი, რა თქმა უნდა, კურსებშიც Beaver Achiever-ის ნაწილებს მოვნიშნო და მაგალითად Beaver Achiever-ს აი ეს პირველი ნაწილი თუ ჩახურეს, შემდეგ შემიძლია რომ მისი შესაბამისი კვიზი ტესტი მოვნიშნო, essay to class დავაწყო. და ნახეთ, აქ ავიჩებ თარიღს, მაგალითად დღეს ხარ 6. მაგალითად ხვალ, მინდა რომ კვიზი ქონათ. 7 ავირჩიე. და 7 რიცხვში მთელი დღის განმავლობაში სტუდენტები რომ შევლენ თავიანთ გვერდზე და ამ კლასრუმში რომ შემოვლენ, გამოუჩნდებათ კვიზი, ტესტი და როდესაც შეავსებენ, შემდეგ გამოჩნდება რამდენ პუნქტზე შევსებული ესეთი კვიზი. ეხლა მე თუ მინდა შედეგები ნახო ამ კვიზის. კვიზის შედეგებში გადავალ და ნახეთ მე რაც მოვნიშნე წეღან, ასე შემიძლია ავკეთე ჩამოვკეთე. 7 თებერვალს არის მოვნიშნული და ჩანს რომ ამ სტუდენტს არ აქვს შესრულებული და არანაირი დავალება, იმიტომ რომ ეხლა მოვნიშნე. როდესაც შეასრულებენ, აქ გამოჩნდება ეს 5 დავალებიანია აშკარად და რამდენ ვარდნახე სამვარსკვლავზე აქ 2-ზე 1-ზე თუ ასე შემდეგ. გამოჩნდება საბოლოო ქულა და გამოჩნდება რამდენი დრო დასჭირდა ამ დავალების შესრულებაში. მოკლედ ესეც ძალიან კარგი გვერდია თუ აღარ მინდა ეს კვიზი იყოს მინიჭებული ამ კლასრუმისთვის, არ ესაის დავაწვევი და არ უბრალოდ გადაენიჭება. აქ კიდევ view results შემიძლია დავაწვე და გადამიყვანს quiz results, რაც განახეთ რა. შეგვიძლია აქედან გადავიდე quiz results, შემიძლია აქედანვე ნახო შედეგები. და try it yourself არის რომ თქვენ ნახოთ, ანუ რა დავალებას აწევთ თქო უნდა ნახოთ და შეგიძლიათ გატესტოთ აქედან ეგ დავალებები. ამ შემთხვევაში არ ესაის დავაწვევი აღარ არის საჭირო. შემდეგ გვერდი არის Gradebook, ეს არის ერთგვარი ჟურნალივით, სკოლაში რომ არის ჟურნალი და ნიშნავს რომ წერენ და აქ ჩანს ამ სტუდენტების, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი სტუდენტის შეფასებები. ნახეთ, მონიშნული მე იქ პროგრესში და კვიზში რაც მონიშნე, 3 კურსები და კვიზები გამოჩნდება. ამ შემთხვევაში 3 კურსი მონიშნე კლასრუმს, ხო? ამიტომ ამ 3 კურსში რა შედეგი აქვს მოსწავლეს? ნახეთ, 3 კურსი, მეორე კურსი, მესამე კურსი.
რა დონეზე აქვს დახურული. ახლა ნახეთ შეფასების სისტემა როგორ დგება. აქ არის სამი ტიპი, როგორ შეგვიძლია სტუდენტები შევაფასოთ. პირველი არის რიცხვები, რიცხვით სისტემით შევაფასოთ. მეორე არის ასოები, A არის ყველაზე მაღალი შეფასება, F ყველაზე დაბალი შეფასება. და პროცენტულობა. 0% ყველაზე დაბალი, 100% ყველაზე მაღალი. აქ ჩანს ჯამში რამდენი აქვს და აქ საერთოდ. აქაც შემიძლია სახელი გავფილტრო ეს სტუდენტები და ასე მოკლედ. რომელიც გვიჩვენებს ერთად რიცხვებით აფასებენ, ან ხო. რიცხვებით წეღან როგორც ნახეთ და ისე შეგვიძლია ნახოთ რომ რომელი სტუდენტი რა დონეზეა, რა შეფასება აქვს და რაზე აქვს სამუშაო. კი ბატონო. ამ გვერდზე ჩანს ყველა სტუდენტის ყველა თემა და ამ თემებს როგორ ფლობს ეს თუ სტუდენტი. ნახეთ ეს არის ყველაზე მაღალი დონე არის ეს აქეთ არის დამწყები და ფერების მიხედვით გაფერადებული იქნება ეს ტოპიკები და ამის მიხედვით მივხვდებით რა დონეზე იცის ამ სტუდენტმა ესა თუ ის თემა. და შოურუმში ნახეთ შოურუმში შეგიძლიათ რომ ჩელენჯები არის აქ ჩელენჯები გააკეთეთ თუ გააკეთებთ მე ვნახოთ როგორ კეთდება ეგენი ან რამე თამაშებს თუ გააკეთებენ სტუდენტები ან ჯგუფი პროექტებს მაგალითად გამოჩნდება ეგენი. კი ბატონო. მოკლედ ეს არის კლასრუმის კლასრუმი როგორია მივონიხილეთ, ნახეთ ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს, რა მეკითხავთ რა თემა შეგიძლიათ დამისვათ, შეგიძლიათ მოიწეროთ მერეც და ან ჩანაწერს უყუროთ და თავიდან გადავუყვეთ მერე თქვენით რომ ჩავჭდებით, უფრო მეც გაიგებთ ამიჯერეთ, ვიდრე 5 საათი რო უსმინოთ, 10 წუთში უფრო მეც გაიგებთ თქვენით რომ ვთქვით. კარგით. შემდეგი არის კურსები და ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით პლატფორმას რომ მიმოვიხილავთ, მერე დავუბრუნდეთ ამ კურსებს, რითიც ვასწავლეთ უბრალოდ მოსწავლეებს. ახლა გადავიდეთ teacher resources ჩემს საყვარელი გვერდია, იმიტომ რომ აქ არის ყველა ის მასალა, რომელიც მასწავლებლს შეიძლება დასჭირდეს საგაკეთებლო პროცესის წარმართვაში. აქ არის იგულისხმება სწორი პასუხები იმ კურსებზე, ან პასუხების ფუნქცია ბოლო გვერდზე რო იყო ხოლმე ადრე, ან ეხაც არის მათემატიკის წიგნებში. და ყველა სავარჯიშო რომელსაც ვასწავლეთ მოსწავლეს და იმის პასუხები ამოხსნები და ძალიან ბევრჯერ არის რომ მოსწავლე ამოხსნის სწორად მაგრამ ნახეთ 3 ვარსკვლავი და მაგალითად 2 ვარსკვლავს აიღებს და უკურს რომ რატომ მივიდა 2 ვარსკვლავი მე ხო რაც destination point მივაღწია რაც იყო სამიზნე წერტილი ჩემს ხო მივაღწია იმას მაგრამ ყველა კოდს აქვს უფრო მეტად ოპტიმალური ვერსია. უფრო მეტად სწრაფი, უფრო მეტად მოკლე, უფრო მეტად დახვეწილი ვერსია. და რაც უფრო მეტად დავხვეწით ამას, აი ამ all solution-ში არის ყველაზე ოპტიმალური ვერსიები და გამოსავალი ამოხსნები ამა თუ იმ სავარჯიშზე და აქ შემიძლია ნახოთ. აქ არის ასევე საგაკეთებლო გეგმები. ნახეთ, მოდი ჯერ შევიდეთ საერთოდ. all solution-ში აქედან ვირჩევ იმ თემას, რომელსაც გავდივართ. ამ შემთხვევაში გახსოვთ ალბათ CodeMonkey Junior იმქონდა მაგალითად პირველი კურსი CodeMonkey Junior-ის. ნახეთ, ჩამოთვლილია ყველა სავარჯიშო, რომელიც შეიძლება გავიაროთ. მე ახლა აქ რა ვირჩივა yes მაგალითად, გადავა და აქ გამოჩნდება ამ კურსის სწორი პასუხი ამოხსნა. და აქედან შემიძლია ვნახო მე რომ აი თუნდაც როგორ შეიძლება ამოხსნა ეს სავარჯიშო. კარგი, და ეს არის ძალიან კარგი. ეს შემიძლია ნახეთ კურსების მიხედვით დავყო. ან შემიძლია რომ თვითონ კურსებში შევიდე და ახლა კურსი ავირჩიო აქ კონკრეტული, აქ არის ყველა კურსისთვის. შემიძლია კურსი ავირჩიო და იმ კურსის მასალები იქნება მოცემული. ნახეთ, მაგალითად, CodeMonkey Junior-ს ვავირჩევ, ამ კურსის გეგმა, სერტიფიკატები, ვიდეოები და ასე შემდეგ solution-ები. ამ კურსისთვის არის ეს ყველაფერი. all course თუ ავირჩევ, მაშინ ახლა უკან თუ გამოვალ, მაშინ ყველა კურსისთვის იქნება ეს მატერიალი. კარგი. საგაკეთებლო გეგმებში რომ შევიდე, lesson plans. აქ არის, ნახეთ, ავირჩიეთ ახლა CodeMonkey Junior. ახლა ნახეთ, საინტერესოა განახეთ. აქედან შემიძლია ენა შეცვალო. ახლა ინგლისურზე მაქვს დაყენებული, მაგრამ შემიძლია ქართული ავირჩიო, ნახეთ, ქართული. set language. და ყველაფერი იქნება ქართულად. და არც მოსწავლესთვის არ იქნება რთული, მაგალითად ქართულად მშობლიურ ენაზე უფრო მარტივია, თან თუ არ აქვს გამოცდილება რაღაც ინგლისურად. აი აქედან რა ავირჩიე ახლა CodeMonkey Junior-ი, მიმდევრობა და ციკლები ნახეთ, აქ ქართულ ენაზე არის ეს პრეზენტაცია აკეთებული. მე რო ინგლისურზე ვიყავი, ინგლისურ ენაზე იყო. აქ არის ქართულ ენაზე და აქ არის დეტალური გეგმა, როგორ შეიძლება წარმართოს საგაკეთებლო პროცესი. ნახეთ, გაკეთების გეგმა 4-6 წლის მასწავლებლის პროგრამირების შესავალიო და აქ არის სარჩევიც
ნახეთ არჩევი არის რა გამოწვევა პირველი 4 გამოწვევა რომ კეთდება მესამე გაკვეთილს და თავიდან რომ არის მაიმუნის გაცნობა მე რომელი გაკვეთილები რომელ იმაზე ლექციაზეა გაწერილი და თუ აღარ ვიწევთ ამაზე ფიქრი რომ აი როდის და რა გავაწერო ამით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა როგორც თქვენთვის უკეთესი იქნება ისე შეგიძლიათ აღებოთ საკვეთილო პროცესი ეს არის უბრალოდ რაც თექნოლოგიურ სახელმძღვანელო რითიც შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ კარგი და ამას გადმოწერთ და ეს ყველა მატერიალი და მასალა გექნებათ თქვენ. კარგით, ეს არის გაკვეთილის გეგმები. აქ არის რაღაც ცნებები, ტერმინები რა შეიძლება შეგვხვდეს, ვიდეო ტუტორიალები არის აქ ატვირთული. ნახეთ, ყველა კურსისთვის არის, მაგრამ ქოდმაგი ჯუნიორს თუ ავირჩიო, აქ შემიძლია გავფილტრო და კონკრეტული კურსი ავირჩიო და აქ იქნება ყველა ეს მასალა, რო ჩავთავ, რაღაც ვიდეო ტუტორიალი იქნება და ამით შეგიძლიათ იხოცოთ, მოკლედ ძალიან ბევრი მასალა, სერტიფიკატებიც არის აქ ყველა ზოგადი სერტიფიკატია, იქ განახეთ კონკრეტულად ყველა მოსწავლისთვის როგორ რეგენერირდებოდა ეს სერტიფიკატები და აქ არის ზოგადად კურსის სერტიფიკატი, პოსტერებია და ძალიან ბევრი მასალა, რომელსაც შეგიძლიათ თქვენ გაიცნოთ. შემდეგ არის ჩემი ცნობები და აღმოჩენა, აქ ჩემი ცნობები შეგიძლიათ რაღაც ჩელენჯები შექმნი ახალია რო არის, აქ new games ახალ თამაშთან ახალ ჩელენჯი შექმნით და იქ ადმინის დაფაში რო არაფერი არ ჩანდა რო შექმნით მე იქ გამოჩნდება და ეს არის რომ ყველა კურსს რომ გაევლიან მოსწავლეები შემდეგ შეიძლება მოუწეს რომ თვითონ შექმნან ახალი იმიტომ რომ ეს უფრო დაეხმარება რაც განვითარებაში სად არსებული რაღაც სავარჯიშოები რო აკეთო და სად შეიჭრა და შეიძლება გამოიგონა და ეს უფრო მოტივაციასაც მისცემს და შეგიძლიათ გატესტოთ ხოლმე და აღმოჩენა გვერდი არის რომ როგორც გითხარით CodeMonkey არის საერთაშორისო პლატფორმა, საერთაშორისო საზოგადოება და ძალიან ბევრი სტუდენტი არის ჩართული ამ სწავლის პროცესში. ამიტომ ისინი როდესაც აკეთებენ რაღაც თამაშებს თუ გამოწვევებს, ნახეთ თამაშები და გამოწვევები. აქ ჩანს ყველა ამ სტუდენტის ნამუშევრები და შეუძლიათ მოსწავლეებმა დაათვალიერონ, სვამარები გააკეთეს, გაეცნონ როგორ არის გაკეთებული და ასე შემდეგ გამოწვევები აქაც არის და უფრო ჩართულობაში დაეხმარებათ სხვა მოსწავლეებთან. აქეთ ეხლა რამე კითხვა თუ გაქვთ გისმენთ თუ არა გადავიდეთ კურსებზე და უშუალოდ განვიხილოთ როგორ ხდება სწავლება პროგრამირების საფუძვლების აზროვნულ ასაკში. გაქვთ კითხვა? არა, ყველაფერი კარგია. კარგით. მაშინ კურსების გვერდზე გადავედი. და აქ ლურჯად რაც არის მინიშნული და CodeMonkey Junior რასაც აწერია, მაგას ვასწავლეთ პირველ კლასში. თახვი რო შემოდის უკვე ბივერეთში ვერიტყვა 3 კურსია. მაგას ვასწავლით მეორე კლასში. შემდეგ არის coding edge, მე ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირება რჩება და მე ეწყობა ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირება. წარმოიდგინეთ მიახლოებულია ინგლისურ ენასთან და ტერმინებს წერ რაღაც keyword-ებს, რომელსაც იყენებ რომ კომპიუტერს აუხსნა, პროგრამას აუხსნა, რისი გაკეთება რა გააკეთოს. და ხო, ამ შემთხვევაში დავიწყოთ ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირებით, ნახე აი ეს 4 კურსი. დავაწვევი CodeMonkey Junior-ს მიმდევრობა და ციკლები და კურსის ამ შემთხვევაში გამეორება დამიწერა და მოწჭკული იყო და მე აქამდე გამიკეთებია ამ აკაუნტს გავუკეთებია, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ახალი აკაუნტი რო იქნება და მოსწავლესაც არ გამოუჩნდება ციჭკა და არც კურსის გამეორება, არამედ კურსის დაწყება იქნება. ნახეთ, აქედან რომ გამოვიდე, რუკაზე გამოვედი და აქ არის სახლის ნიშანი. და ამას გავუჩვენე. და მე ვნახავ რომ ორი თავისგან შედგება ეს კურსი, მიმდევრობა და ციკლები. 15 სავარჯიშო და ჯამში 30 სავარჯი. მოდი მიმდევრობით დავიწყოთ, ნახეთ როგორც ნახეთ 15 სავარჯიშოა და პირველი არის ყველაზე მარტივი, მე-15 არის იდეაში ყველაზე რთული, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ნელ-ნელა მიყვებიან ყველაფერს, ამიტომ ლიმიტის პროგრესს ვაკეთებ ხოლმე რომ ყველაფერს მიყვნენ და ბოლოდან არ დაიწყო მაგალითად რომ ნელ-ნელა ემატება ახალი ინფორმაცია და რთული აღარ არის მე რა თქმა უნდა ეტაპობრივად რომ მიყვებიან. მაგალითად ხო პირველი გავხსნათ რა ხდება თამაშებით არის ისრების საშუალებით ვცდილობ რომ ეს მაიმუნი მივიდეს ამ სკივრამდე. სკივრი არის სამის და წერტილი. მან რომ მივა მაიმუნი მოშება თამაში და გაიბარჯვა. და რას ვცდილობ ახლა ეს არის ძალიან მარტივი, ნახე ის არ შეჭავს უბრალოდ. მაგრამ ახლა შემდეგზე რომ გადავიდე, ნახე მივიდა აიღო და სამართლოიც ავიღე. აქ არის გამეორება, ეს არის შემდეგზე გადასვლა. ნახეთ რა ხდება.
ყველა ამოცანის ამოხსნისას თუნდაც პროგრამირება, თუნდაც მათემატიკა იყოს, თუნდაც ფიზიკა იყოს, ან თუნდაც პროგრამირებაში რაღაც რთული პრობლემები რო არის ხოლმე, რომელიც განსაჭრელია, ამის პირდაპირ კი არ ხდება პროგრამისტი, პირდაპირ წერას კი არ იწყებს კოდის დავით კი არ ხსნის. ამით ჯერ დაჭდება და ფიქრობს, ან შეიძლება გზაშიც იფიქროს იმ ნაბიჯების ერთობლიობაზე, რომელიც საჭიროა გავიარო, რაც ამოცანის ამოსახსნელად. ამ ნაბიჯების და რაღაც წესების ერთობლიობას, ნაბიჯების ერთობლიობას ქვია ალგორითმი. ანუ მე ვფიქრობ თავიდან ალგორითმზე, როგორ შეიძლება ამოხსნა ეს, და უკვე რომ მოვიფიქრებ, ანუ თუნდაც ეს კომპლექსური ამოცანა შემიძლია ეტაპებად დავუყო და საერთოდ ამოხსნა. უკვე ამ გზას რომ მოვიფიქრებ, მე კოდის წერა რეალურად ყველაზე ცოტა დრო სჭირდება, იმიტომ რომ ფიქრს სჭირდება ყველაზე მეტი, ხო? ამ შემთხვევაში ეს მარტივი მაგალითია და შეიძლება გაგეცინოს რა ფიქრი უნდა რა თქმა უნდა მარცხნივ წავა რომ ამის რადიმე აი მარჯვნივ ავიჩევ თუ მარცხნივ რა თქმა უნდა მარცხენა ის არის ხო და მივალ წიურამდე მაგრამ უფრო რთულ ამ საკითხებზე რთული ამოცანები რაც არის ფიქრის ეტაპის და ალგორითმის შემოშობების პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოდი ახლა ბოლოს ჩავთვალ მე-15-ს მიმდევრობა არის რომ ეს რაც ბლოკები სწორი მიმდევრობით რაც განსაზღვრული მიმდევრობით უნდა დავსვა რომ ფინიშამდე მიაღწიოს ამ პერსონაჟმა. ამ შემთხვევაში ნახეთ არც თავი უნდა ვარტყა რაღაცას, არც ბლოკს უნდა მივეჯახო, არამედ გზაზე უნდა გავაგრძელო სხვა და თან გზაში ყველა ბანანი უნდა აიღოს ამ პერსონაჟმა. ნახეთ რას იზამს. ჯერ ბლოკზე ახტება, მარჯვენა მიმართულებით ახტომა ეს. მერე დავფიქრდები, კიდე უნდა ახტეს აშკარად. მე მარჯვნივ წავიდეს და კიდევ მარჯვნივ, ანუ ქვემოთ ჩამხტომა არ არის გრავიტაციით ეცემა მარჯვნივ წავა. ორჯერ მარჯვნივ წასვლა, მე კიდე ბლოკზე უნდა ახტეს და კიდევ მარჯვნივ წავიდეს. ანუ მოკლედ გავიაზრე გზა როგორია და ახლა ვიწყებ უშუალოდ წერას. ზევით ახტება, კიდევ ზევით უნდა, ორჯერ მარჯვნივ, 1 2 კიდევ ზევით და მარჯვნივ. გავუშვა და ნახავ. რაღაც აქთან მიყვება რა ეტაპზეა კოდის განხორციელების. სამბანიც აიღო აქ ჩანს და ნახეთ სამი ვარსკვლავიც არის. კი ბატონო. ეს არის მიმდევრობა. მოდი ახლა გადავიდეთ ციკლზე ლუპი რაც არის, ლიპარი რუსულად და რას ნიშნავს? თუ ბევრი მიმდევრობა, აი რა ის ზეგივე მოქმედი, მაგალითად მარჯვნივ წასვლა 10 ჯერ მეორდება. სათაოდ მარჯვნივ წასვლა სათაოდ 10 ჯერ დავწერო და სად ისეთი რაღაც იყოს გამოგონილი, რომ ამდენჯერ ერთგივეს გამეორება ჩემი ხელით არ დამჭირდეს. ნახეთ, მე პირველს დავხსნი ახლა. აი ნახეთ, რასაც ვამბობ. ამ სკივრამდე რომ მივიდეს ეს მაიმუნი 1 2 3 4 5 6 7 ნაბიჯი უნდა გადადგას მარჯვნივ. ამიტომ ავიღებ ამისას და 7 ჯერ დავწერ ერთგივეს. 4 5 6 7. ოკეი. რა ველოდები ახლა და აი თან დიდი ადგილი დაიკავა ამან. თან დიდი დრო სჭირდება რომ ამის დაწერას და თან უაზრად წვალება. ამიტომ გამიგონეს ლუპები. აქაც ახლა ხელით უნდა დავწერო. მოდი მესამეს ჩავთ. ამიტომ ნახეთ შემოვიდა ესეთი ლუპია. ის არის ნიშნავს რომ იქამდე შეასრულა ეს მოქმედება რომ დასრულდება მარჯვნივ წასვლა მაგალითად ისევ თავიდან დაიწყე. მერე მორჩება ისევ თავიდან დაიწყე. და იქამდე შეასრულა ეს ერთიგივე მოქმედება რაც ამ ლუპის ძიშლის ქვემოთ არის. სანამ ფინიშამდე არ მივაღწევ მაგალითად. რაღაც მარცხნივ წადი იქამდე, რაც დაიწყოს მარცხნივ წასვლას და ასრულებს. კიდევ იგივეს იმავეს გაიმეორებს იმავეს და როდესაც აქ ჩაპროგრამებულია რომ აქამდე რომ მივა ამ სკივრამდე მორჩეს. და აქ რომ მიაღწია შეწყვეტა ლუპმა მოქმედება და თამაშიც მორჩა. ხო ხვდებით ანუ კოდის ოპტიმიზირების არის ეს ლუპები მოგონილი. აქ არის აქ ახლა იქ წაღა 7 ის არისო, მაგრამ სინამდვილეში რავი 100-ობით და 1000-ობით ჯერზე მიდის ხოლმე ეს ლუპი და ამის ხელით დაწერა არ არის მარტივი საქმე დამეთანხმებით ალბათ. ახლა ბოლო რო გავაკეთოთ, ნახე, ლუპი შეიძლება იყოს რაღაც მოქმედების ან მოქმედებების გამეორება. ამ შემთხვევაში მე უნდა დავაკვირდე, ანუ ალგორითმი უნდა დავფიქრდე ისევ, რა მოქმედებების გამეორება უწევს ამ ჩემს პერსონაჟს, რომ სკივრამდე მიაღწიოს. მარტო მარჯვნივ წასვლა, ან მარტო ზევით? არა, ნახეთ, ჯერ რაღაც ზევით ახტება ამ ბლოკზე, მე ზევით უნდა ახტეს, რომ ეს ბანანი აიღოს და მე ორჯერ მარჯვნივ წავიდეს. მე კიდევ ზევით უნდა ახტეს. ზევით ამას გულისხმობ, მე კიდე ზევით და ორჯერ მარჯვნივ. მე კიდევ იგივე უნდა გაიმეოროს.
ანუ რაღაც მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც სრულდება და თავიდან იწყება მე. ეს ყველაფერი ხალხა რო არ წერო, ლუპს ავირჩევ და ლუპის ნიშნის ქვეშ ამ მოქმედებებს გავაერთიანებ. ბლოკზე აღტომა. მე ბანანის აღება, ანუ ზევით აღტომა. აი, ნახეთ, მივიტან და გვერდით კი არ ჩავსვა. მივიტან და აქ ჩავაკეთე. ზევით აღტომა, ორჯერ მარჯვნივ წასვლა, 1 და 2 და ხო. ნახეთ, მე კიდევ ეხლა ჩავთო, ეს ლუპი რომ მორჩება, მე კიდე თავიდან დაიწყება, მე კიდე თავიდან სანამ არ მივა ან ნახეთ, როდესაც მიაღწია სკივრამდე, ამ ლუპმა შეწყვიტა უკვე მოქმედება. კარგი, ახლა მურჩა ეს ავარჩიები, ამიტომ სახლის ნიშანს დავაწევი, დავბრუნდები და ეს პირველი კურსი წამატე, აი ამას ასწავლით მაგალითად დაწყებით კლასებში. დაწყებით კლასში, რომ თავიდან ამით ვიწყებთ რა ალგორითმზე ფიქრი რომ დაიწყო. კარგი, ახლა გავვალ და ჩავთავ შემდეგ კურსებში გადავდივარ ისე. და მეორე კურსი განვიხილოთ. ეს არის გაფართოებული მინდორობა, იგივე თემა, მინდორობა და ლუპები, ოღონდ უფრო ცოტა რთული რაღაცები. ნახეთ, აქაც ანალოგიურად 15-15-ის ავარჩივა. მოდი პირდაპირ ბოლოები გავაკეთოთ, რომ პირველი დამარტივებია. და აი ყველაზე რთული რჩევა იყოს ეს განვიხილოთ, რომ მერე თქვენთვის რთული აღარ იყოს. ყველას ავარჩიო ინდივიდუალურად ან დამოკიდებელი მიდგომა შეჭირდება, მაგრამ ყველაფერს გააკეთეთ, რა ხარ 15 გაცნობათ იმასაც გააკეთებს და კიდე თუ რაღაც ეტაპზე დაფიქრდით როგორ შეიძლება უკეთესად გავაკეთო, solution-ებში ნახავთ იქ სწორპასუხები რომ იყო მასწავლებლის რესურსებში და იმას გამოიყენებთ მერე იმით იხელმწალავთ. ნახეთ, ახლა რა მინდორობა მჭირდება, რომ ამ მაიმუნმა სკივრამდე მიაღწიოს. ნახე, მე შემიძლია მარცხნივ წავიდე და ზევით აღწეს ეს პერსონაჟი. და კი მიაღწევს სკივრამდე, მაგრამ მივიღებს ამ ვარს კლავს. ვერ ამიტომ ბანანებს არ აიღებს ხსაში. ამიტომ ნახე, ჯერ მოდი მარჯვნივ წავალ. მარჯვნივ წავა, მე ზევით აღტევა ბლოკზე. მე 1 2 3 4 5 ჯერ მარცხნივ წავა, რომ აი ეს მარცხენა ბანანიც აიღოს. მე ორჯერ უკან დავბრუნ მარჯვნივ წამოვალ და ზევით აღტება, რომ ეს სკივრი აიღოს. ხდებით ხო? სწორი თანმიმდევრობა მოქმედებების. მარჯვნივ. ზევით შეგიძლიათ ჯერ მარცხნივ წასვლით დაიწყოთ, ან თქვენზე რა. თქვენზე. ზევით მე რამდენი ყავს? 5 ჯერ მარცხნივ. რამდენი მომიტანე დავფიქრე. 1 2 3 4 მაგრამ 4 3 4 5 ნახეთ 5 ჯერ წავა მარცხნივ. მე ორჯერ მარჯვნივ წამოვალ. და ერთხელ ზევით ახტება. და უყურეთ. გზაში აიღებს ყველა ბანანს და თან ფინიშამდეც მიაღწევს და სამ ასპარეზს წავიდეთ. ხო? ეხლა დავბრუნდები სახლის ნიშას მიჩვენებს. და გაფართოებულ ციკლებს გავხსნი. ნახეთ, მე-15 რა ავირჩიო აქაც. აქ ნახეთ რა ხდება. აქ უნდა დავუფიქრდე ახლა რა ის მჭირდება, რა მოქმედებები მეორდება, რაღაც ან მოქმედება, ან მოქმედებების ერთობლიობა. ამ შემთხვევაში მოქმედებების ერთობლიობა მეორდება, როგორც ხედავ. და ნახეთ, როგორ უნდა მივაღწიოს სკივრამდე. ჯერ აშკარად მინდა რომ მარჯვნივ წავიდე და ის ბანანი აიღოს პერსონაჟმა. ზევით ახტება. კიდე ზევით ახტება და მე ზევით ბანანს აიღებს. ესეთი მოქმედება მარჯვნივ წასვლა მე აღარ მეორდება საერთოდ, იმიტომ რომ აშკარად მარცხნივ მიდის. ეხლა ნახავ რა მეორდება მე. აქედან რომ დავბრუნდე, ორჯერ 1 და ორჯერ მარცხნივ წამოვა და ბლოკზე ახტება. მე რას აკეთებს? კიდე ორჯერ მარცხნივ წამოვა და ბლოკზე ახტება. კიდე ორჯერ მარცხნივ წამოვა და ბლოკზე. აი ნახეთ, სამჯერ გამეორდა ერთდაიგივე მოქმედებები. ამიტომ რა შვები? ჯერ ბანანს აიღებს, ანუ ლუპის გარეთ დავწერ რამდენიმე მოქმედებას, რომ აიღოს ბანანი. ანუ ზევით ახტომა 1 2 და ეს და მერე უკვე იწყება მოქმედებების გამეორება.
ლუპის ნიშანს ჩავსო 1 2 ან ორჯერ მარცხნივ წამოსვლა და ერთხელ ბლოკზე ავტო. ახლა ნახეთ რა ხდება. ჯერ დაიწყებს ერთხელ შეასრულებს ამ მოქმედებებს და მერე უკვე ლუპს იწყებს იქამდე ასრულებს და თავიდან იწყებს სანამ ამ სტივრამდე არ მიაღწევს. შეკითხო, თუ კითხვა გაქვთ, აქ. კი ბატონო. ეს თავით მოვჭით, ახლა გადავიდეთ შემდეგზე. შემდეგი არის რაღაც პირობითი ლუპები. პირობითი ციკლები. ეს არის ძალიან კარგი თავი. ანუ ყოველთვის ესე არ იქნება გაწერილი პროგრამაში, რომ ისე რა სტივრამდე რომ მიაღწევ, მაშინ მოვჭი ამ ლუპის შესრულებას. მე შეიძლება გსად, მე შემიძლია რომ ლუპს რაღაც პირობა დავუწესო, რომ ეს როდესაც მოხდება, უბრალოდ სანამ ეს მოხდება რაღაც, იქამდე გააკეთე ეს მოქმედებები. და მოხდება ეს რაღაც, ეგრევე შეწყვიტე ლუპი და გააგრძელე მე რაც გინდა. ავტომატურად ანახე, ახლა აქაც 15-15-ია პირობითი ციკლები და advanced პირობითი ციკლები, ანუ უფრო ესეთი სავარჯიშო რთული. აქაც მე-15 რო ავირჩიო ახლა. ნახეთ რა არის. ასეთი პირობა შემოდის, რომ აქ არის ეს ვარდისფერი ყვავილი და სანამ ეს ნახეთ ნიშანია აქ ლუპის და პატარა ვარდისფერი ყვავილი ახატია. და მე ვეუბნები, რომ სანამ ამ ყვავილამდე არ მიხვალ, იქამდე შეასრულა ეს მოქმედებები. ეს ნიშანი რომ დავსვი, ნახეთ, რა მოქმედებებს იმეორებს, ზევით ხდება და მარჯვნივ მიდის, ხო? ზევით და მარჯვნივ. ან ეს მოქმედებები იქამდე შეასრულა, სანამ ეს ყვავილი შეხვდება და რომ შეხვდება ეს ყვავილი, მერე უკვე შეწყვეტს ამ ლუპს და უბრალოდ ზევით უნდა ახტოს მერე, ნახეთ, ზევით ახტომა და ზევით რომ ეს კიბრი აიღოს. მოხდებით, პირობა დაუწესე უკვე სულაგზაში რაღაც ყვავილი დასვეს და მეუბნები, რომ იმ ყვავილამდე შეასრულეს მოქმედებები, ამ სანამ ეს პირობა არ შესრულდება. და ამის შემდეგ მე რასაც გეუბნები, ის მოქმედებები გააკეთე. ოკეი. ახლა advanced პირობითი ციკლები გადავიდეთ. მე-15 ავირჩიოთ აქაც და აქ რა ხდება? ამ შემთხვევაში არის უკვე ორი პირობა შემოსული. ნახეთ, წითელი ყვავილი და ეს იასამნისფერი თუ ვარდისფერი ყვავილი. და ამ შემთხვევაში რას ვაკეთებ? ჯერ სკივრამდე არ წავალ, ჯერ წავალ და ბანანებს აიღებს გზაში და მერე მივა ეს სკივრამდე. ამიტომ რას ვაკეთებ? აქ ხარის. მე ვეტყვი რომ სანამ ამ წითელ ყვავილამდე მიხვალ, ეს გზა გაიარა, რას ასრულებს? ზევით ახტება ბლოკზე და მარცხნივ. კიდევ ზევით მარცხნივ, ზევით მარცხნივ. ანუ სანამ ამ წითელ ყვავილამდე მიხვალ, ზევით და მარცხნივ მოქმედებები შეასრულებ. კაი, მივიდე ხა ჩასვალოთ ამ წითელ ყვავილამდე. მერე რა უნდა ქნას? მერე აშკარად ხედავ, რომ სულ მარცხნივ უნდა იაროს, სანამ ამ იასამნისფერ ყვავილამდე არ მივა. ეს იასამნისფერი ყვავილი აქ არ იყოს, ლუპს ვერ გამოვიყენებდი, იმიტომ რომ მარცხნის იარულს რომ ჩავსავდი ლუპში მაგალითად, მიეჯახებოდა მერე ამ ლუპს. ამიტომ მინდა რომ აქ შეწყვიტოს ლუპმა მოქმედება. ამიტომ ავირჩევ, სანამ ვარდისფერ ყვავილამდე მივხვალ, მარჯვნივ ვიარე. აქ რომ მოვა, მერე რა ხდება? მერე ზევით უნდა ავიდეს, სანამ წითელ ყვავილამდე მივა. ხო? მოსახედავთ. და როდესაც აქ მივა და შეწყვეტს ლუპი მოქმედებას, მერე უბრალოდ მარჯვნივ უნდა წავიდეს ერთი ნაბიჯით, რომ სკივრამდე მივიდეს. გავუყუროთ. მოხდები ნახეთ, ვარდისფერ ყვავილამდე რომ მოვიდა, შეწყვიტა მაგ ლუპმა მოქმედება, მერე წითელი ლუპი დაიწყო და იმანაც შეწყვიტა, უბრალოდ მარჯვნივ წავიდა. კარგი. ესეც გასაგებია არის. ეს იყო ლუპების ჩაუღრმავდეს ლუპების და გავიაზრეთ პირობითი ლუპები როგორ შეიძლება გამოვიყენო. კარგი, ახლა გადავიდეთ ქუდმოქი ჯუნიორის ბოლო კურსზე. და ეს არის პროცედურები. და რას ნიშნავს პროცედურები? აქაც 15-15 სავარჯიშოა ჯამში 30 და რას ნიშნავს პროცედურები, რომ ლუპი თუ იყო, პირობითი ლუპი თუ იყო, რომ ახლა მე სანამ იქამდე მივხვალ ეს მოქმედებები შეასრულა და ამეორებდა.
პროცედურა არის რომ როდესაც ეს მოხდება, აი ეს გააკეთე. სანამ კი არა, როდესაც ეს მოხდება. მოდი ნახოთ ახლა. აი პირველი მაგალითი. აი ეს პირველი ძალიან გამეორებასავით არის წინების, მოდი მე-15-ს ჩავთვალე. თურთული არ იქნება. აი. იყოს მეორე. ნახე მეორეში რა ხდება? თან მანიშნებს. არის ყავისფერი ბლოკები და არის ერთი ლურჯი ბლოკი. ანუ მთელი გზა დაყოფილია რაღაც ბლოკებად. და რა ხდება? მე უნდა შევარჩიო თითოეული ბლოკისთვის ის მოქმედებების ერთობლიობა, რომელიც გამოვადგება ყველა ბლოკისთვის. ანუ რას გულისხმობ? თუ ამ ყავისფერი ბლოკისთვის მე რაღაც მაღლა აქტომის კოდს გავწერ, მე ყველგან სადაც შეხვდება ეს ყავისფერი ბლოკი, დადგამს თუ არა ფეხს ამ ყავისფერ ბლოკზე, იმ მოქმედებას შეასრულებს, რაც აქ მიწერია. ლურჯი ბლოკისთვის რომ გავწერ, ახ მეუბნება ახლა ეს გააკეთე. გააკეთე. კაი. ნახე. ესენი რომ გავწერე ყავისფერ ბლოკისთვის, ანუ ზევით აღტება და მარცხნივ წავა ყველგან, სადაც შეხვდება ყავისფერი ბლოკი. როდესაც ლურჯი ბლოკი შეხვდება, შეასრულებს იმ მოქმედებას, რაც აქ წერია. ეხლა რომ ჩავთვალე, ყავისფერ ბლოკზე ხო არის? შეხედავს აქ რა მოქმედებებიაო, ზევით აღტომა და მარცხნივ წასვლა. მე კიდევ იმავეს გაიმეორებს. ზევით აღტება და მარცხნივ წავა, ლურჯი შეხვდა, ნახავს ლურჯზე რა წერია მარცხნივ წასვლა. ყავისფერი შეხვდა, ამებს შეასრულებს და მივა ფინიშამდე და მორჩება ეს თამაში. ხვდებით? ანუ მე უნდა დავფიქრდე და ისეთი საერთო მოქმედებების ერთობლიობა შევიმუშაო ყველა მაგალითად ყავისფერი ბლოკისთვის, რომ სადაც არ უნდა გათავსდეს ეს ყავისფერი ბლოკი, სწორი იყოს ეს მოქმედებები და თავს არ ტყავდეს სადმე, რამის არ ეჯახებოდეს, ან სადმე არ ვარდებოდეს და ასე შემდეგ. აი, უკეთ რო გავიგოთ, მოდი მე-15-ს ჩავთვალე. ნახეთ? ამ შემთხვევაში გვაქვს სამი ფერის ბლოკი. ლურჯი, ყავისფერი და მწვანე. ჩემი მიზანია ეს პერსონაჟი მივიყვანო სკიბრამდე. ამჯერად დავფიქრდები ახლა თითოეული ბლოკისთვის რა მოქმედება მჭირდება. აქ რო ლურჯი ბლოკს დავწერ, მაგალითად ორჯერ ზევით აღტომა რომ დავწერო, აქ ამ ლურჯი ბლოკისთვისაც უნდა სწორი იყოს, ხო ლოგიკურია. ახლა აქ შევხედავ ლურჯისთვის მართლაც რომ ორჯერ ზევით აღტომა მინდა რა უნდა. მე ყავისფერ ბლოკზე რომ მოხდება, რა უნდა გააკეთოს? კი ბატონო, მარცხნივ უნდა წამოვიდეს ორჯერ. კაი, ახლა შევხედავ, ამ ყველა ყავისფერი ბლოკისთვის მაწყობს ეგ მოქმედება? აქ რომ მოვა, კი ბატონო, აქაც ორჯერ მარცხნივ წავა, ამ ყავისფერ ბლოკზე რომ მოვა, აქაც ორჯერ მარცხნივ წავა. კაი, ორჯერ მარცხნივ წამოვიდა, მე კიდე ყავისფერი შეხვდა, კიდე ორჯერ მარცხნივ წავიდა, მე შეხვდა მწვანე ბლოკი. ახლა მწვანე ბლოკზე რა უნდა გააკეთოს? აქ არაფერი არ წერია, ამიტომ დავუწე ზევით აღტომა სჭირდება აშკარად. და აქ მწვანეზე რომ მოვა, მაწყობს ეს, კი ბატონო, მაწყობს. ახლა ჩავთავ. და ნახეთ რა ბლოკით შეხვდება იმ მოქმედებას ასრულებს. აი ზოგადად არის ხოლმე რომ მაგალითად ერთ ბლოკზე ორჯერ მარჯვნივ წასვლა მაწყობს, მაგრამ ერთთან არ მაწყობს, სხვაზე არ მაწყობს, იმიტომ რომ ზევით აღტომა მჭირდება. ამიტომ ორივეგან ზევით აღტომას დავწერო, ახლა ეს ტყუილ არა უშავს, თავარია იქ არ მიეჯახოს, ხო? რაღაც ეგეთ დაფიქრება გჭირდება. ეს არის პროცედურები და ეხლა მოწინავე პროცედურებზე გადავიდეთ. მე-15-ს ჩავთავაზებ. ნახეთ აქ რა ხდება, ახლა აქ არის ორი ფერი, მწვანე და ასამის ლურჯი და ჩემი მიზანია რომ მივიყვანო ეს პერსონაჟი სკიბრამდე. ეხლა რა უნდა ვქნა? ჯერ დავფიქრდები. ნახეთ მწვანეზე რა უნდა შესრულდეს. აშკარად ეს ბანანი უნდა აიღოს, ამიტომ ჯერ წავა მარცხნივ, აიღებს ბანანს. აქაც არის ბანანი. ნახე, ხედავთ? აქაც არის ბანანი. მერე მარჯვნივ წამოვა, აიღებს ამ ბანანს და მერე სკიბრამდე მიაღწევს. მწვანეზე რა უნდა შეასრულოს, ახლა დავფიქრდები. აშკარად ორჯერ მარცხნივ უნდა წავიდეს. მერე ამ მწვანეზე ორჯერ მარცხნივ უნდა წავიდეს, მაგრამ ნახე, აქ რომ მოვა, ზევითაც ხო უნდა ახტეს. თქვენ შეიძლება ახლა მითხრათ, რომ კაი, წავიდეს მწვანეზე მარცხნივ და ხო შეხვდება ახლა ლურჯი ბლოკი აქ და ლურჯ ბლოკს გავუწეროთ ეს მაღლა აღტომა. და ახტება ბალანს აიღებს და მერე წავა. მაგრამ ეხლა ნახე რა მოხდება, აქ რო იყოს მაგალითად ზევით აღტომა და ორჯერ მარჯვნივ წამოსვლა მერე. ოკეი. ახტა აიღო ეს ბანანი. ორჯერ მარჯვნივ წამოვიდა მერე
1 2 ორჯერ მარჯვენა წამოსვლა არ მინდა მე უკან ნახე მწვანეზე რომ მოვიდეს უკან დააბრუნებს ამიტომ ისეთი რაღაც უნდა გავაკეთო რომ ია3-სფერიდან ია3-სფერ ბლოკამდე მიდიოდეს ნახე გზაში რაც არ უნდა როდესაც ამ ბლოკის მოქმედება დაწყებული გზაში რაც არ უნდა შეხვდეს კიდე არა ისინი იმიტომ რომ ამ მოქმედებებს ასრულებს ამ ბლოკის მოქმედებებს ასრულებს სანამ არ მორჩება ამ ლურჯი ბლოკის მოქმედებები გზაში გინდ მწვანე შეხვდეს გინდ ყავისფერი თუ გინდ წითელი იმებს არ მიაქცევს ყურადღებას ნახე აიღო ეს ბანანი სამჯერ მარჯვენა წამოვიდა კარგი მე კიდე ახტება კიდე სამჯერ მარჯვენა წამოვა ნახე მე კიდე ახტება და სკივრამდე მიაღწევს და სკივრამდე რომ მიაღწევს თამაში მორჩება და ეს ბანანი გრჩება ასაღები ამიტომ რა უნდა ვქნათ ლურჯზე ია3-სფერზე კი არ გვაწყობს ეს მაღლა ახტომის ის არის არავით მწვანეზე გვაწყობს რატომ? იმიტომ რომ მწვანედან ორჯერ მარცხნივ წამოვა ზევით ახტება, კაი, ახტეს ისე უაზროდ არ აუშვებს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ახლა ამ შემთხვევაში არ არის. ეს არის ყველაზე ოპტიმალური. მე კიდე ორჯერ მარცხნივ წამოვა აიღებს ბანანს, მე სამჯერ წავა ყველაჯერზე ია3-სფერიდან ია3-სფერამდე, აიღებს ამ ბანანს და ისე მწვანის მოქმედებებს დაიწყებს. ანუ ეხლა რომ უყუროთ ორივე ბანანს იღებს და სკივრამდე მიაღწევს. კითხვები თუ გაქვთ, შეგიძლიათ დასვათ. მწვანე ბლოკზე რომ მივიდა, უკვე მწვანის მოქმედებები იწყება. ასე დავხაროთ გოლმაგი ჯუნიორი. ახლა გადავიდეთ, ეს არის პირველ კლასის მასალა. ახლა გადავიდეთ მეორე კლასის მასალაზე, რომელსაც ქვია ბივერეჩვე. აქ თუ იყო მაიმუნი, ახლა უკვე შემოდის თახვი პერსონაჟი. და ეს თახვი ხან ღობის აშენებას ცდილობს. ხან სახლს აშენებს, მე სახლის აშენებას დაიწყებს და კედელს აშენებს. და მე სახურავს, მე საერთოდ ქარხანას გახსნის და წონებს ამბობს. მაგრამ თავიდან დავიწყოთ ეს მიმდევრობა და ციკლები, თემები, ნახეთ, თემები არის იგივე, ჩათვალოთ. ეს ლუპები რაც არის, სწორი მიმდევრობა რაც არის, პირობითი ციკლები, პროცედურები და ასე შემდეგ, ყველაფერი რეალურად ტექსტზე დაფუძნებულ პროგრამირებაში ხდება. აქ უბრალოდ მარტივი ხერხით არის მოწოდებული ეს ყველაფერი. პირველი კურსი რომ გავხსნე ახლა ბივერეჩვერის დავაწყდი. ნახეთ რა ხდება. თახვი აშენებს კაშხალს. და პირველი მასწავლის რა უნდა გავაკეთო. Venplay ჩათვალოთ არის ყველაფრის საწყისი, რა. Venplays ეს ბლოკი ჭირდება აუცილებლად, რომ კოდმა გახორციელება დაიწყოს. და მე ნახე ეს თახვი არის. Drop არის ჩაგდება. აი ნახეთ, ეს ქართულად არ არის, იმიტომ რომ ეს Venplay მაგალითად ან if და else ან ისეთი რაღაც ტერმინები, რაც რეალურად პროგრამირებაში ასე გვხვდება. ამინდისური ტერმინოლოგიით გვხვდება და ასეა დაფუძნებული. ჩემი აზრით ეგ არ უნდა გადათვალო, იმიტომ რომ მოსწავლებმა ნახეთ, ასე ქართულად რო დაიმახსოვრონ. მე თავიდან სწავლავ და თავიდან განათარგმნა მოვუწევთ გონებაში, რაც საერთაშორისო არის მიღებული ყველა ენაში. და ამ თავზე ჯობია თავიდანვე ისწავლო, როგორც არის ხო. ნახეთ, drop არის ჩაგდება ამ მორის, drops დავაწები ამ მოდულებს. აქ შემიძლია ხმა გაუცშო ან ჩავთო და აქ ან კუსნაბიჯებით შეგიძლიათ იაროთ, ან კურდღლის და უფრო სწრაფია ეს აქ კურდღელს მომიშნავთ. და ნახეთ აიღო მორი და ჩაგდო აქ და ეს ღობეც შეივს. ეხლა მე ნახეთ იქ თუ იყო 15-ი ჯოქ არის რესპი რუკა. ამ რუკას რო დავაწები პირველიდან 40-მდე არის სავარჯო. ეხლა გავუკეთოთ მე-20 მოდი. ნახეთ ახლა უკვე შემოვიდა, როგორც იქ იყო ლუპი, აქ არის repeat გამეორება. და შემიძლია მე მივუძიდო რამდენჯერ გაიმეოროს ეს იგივე მოქმედება. ამ შემთხვევაში ახლა შევხედავ და დავფიქრებ, რა მჭირდება. ამ ეს თახვი წავიდეს 1 2 3 4ჯერ მარჯვენა წავიდეს. და 4ჯერ მარჯვენა წავა. მე 1 2 3 თუ 5ჯერ უნდა ჩაყაროს ეს მორები. ამიტომ ავირჩევ repeat ან გაიმეორე 4ჯერ თქო. მარჯვენა წასვლა. კაი, გაიმეორა. მე გაიმეორე
ბლოკებს ვაშენებ, წარმოიდგინე, ბრძანებებს ვაშენებ ბლოკებით. და სიკვენსთან მიმდევრობა აქაც არის ზოგადად კოდი, პროგრამა კოდს კითხულობს ან ზევიდან ქვევით, ან მარცხნიდან მარჯვნივ. ამ შემთხვევაში ზევიდან ქვევით. ნახე, ჯერ სანამ აი ეს ბლოკი არ შესრულდება, აი ეს repeat, შემდეგზე არ გადავა. ისე. 4 ჯერ წავა მარჯვნივ, 5 ჯერ ჩააგდე მოთხოვეთ. ნახე. აი მასყავით. ახლა გადავიდეთ მე-40-ზე. ბოლო არის, ასეთი რაღაც. ნახეთ, აქ უკვე შემოვიდა თვლელი, ან იტერაციას პროგრამირებაში ამას ქვია იტერაცია. ეხლა აქ თუ დავაკვირდები, რას ნიშნავს ახლა რა სიტყვა თქვი საერთოდ. ამას თუ დავაკვირდები, აშკარად ჯერ ერთიც მარჯვნივ მიდის და ერთხელ აგდებს მოვს. მერე ორჯერ მიდის მარჯვნივ და ორჯერ აგდებს მოვს. მერე სამჯერ მიდის მარჯვნივ და სამჯერ აგდებს მოვს. ანუ ყოველ ჯერზე მარჯვნივ წასვლა და მორის შაგდების რაოდენობა იზრდება 1-ით. წარმოვიდგინეთ ითვლის 1 ჯერ 1-ია და ერთხელ ასრულებს ამ ყველაფერს. 2 რო ავყავ თვლელი, მე რო ვითვლი და 2-ს ვიტყვი, უკვე ორჯერ ხდება ყველაფერი. რო ვითვლი და 3-მდე ავალ, 3ჯერ მოხდება ეს მოქმედება. ამიტომ პროგრამირებაში შემოღებულია რაღაც ნებისმიერ ასოციაციად შევენ ამ შემთხვევაში i, იმიტომ რომ iteration გამეორება ხო არის და პირველი ასო i არის არჩეული და დათვალეო i-ს მეშვეობით, ანუ ეს იყოს რაღაც მთვლელია. დაიწყო from 1, ან 1-დან დაიწყე to სადამდე და მე ავირჩევ სადამდე მინდა. ამ შემთხვევაში ან სადამდე დავითვალო, 3-მდე ხო დავითვალე. ამიტომ ამ ბლოკს ავიღებ და 3-ს ავირჩევ. ეხლა ეს i რაში მჭირდება ეს? ეს i რომ დაითვლის, რა ეტაბიც იქნება, ანუ ეს i რისი წოლით იქნება, 1-ის წოლით იქნება, მე ვეტყვი, რომ ერთხელ წადი მარჯვნივ და ერთხელ ჩააგდე. i თუ 2-ის წოლი იქნება, ორჯერ გააკეთე. ეს ყველაფერი i თუ 3-ის წოლი იქნება, 3ჯერ გააკეთე. ანუ ნახეთ, i რამდენი რაოდენობისაც არის, იმდენჯერ უნდა მოხდეს ეს მოქმედება. მე შემეძლო დამეწერა სათითაოდ, ნახეთ. სათითაოდ შემეძლო დამეწერა მარჯვნივ წასვლა ჩაგდება. მერე ორჯერ მარჯვნივ წასვლა, ორჯერ ჩაგდება. 3ჯერ მარჯვნივ წასვლა, ნახეთ, ძალიან დიდი კოდი გამოვიდა და მეც ვიწავი ტყუილა. ამიტომ შემოვიღე ეს იტერაცია, რომ დათვალე 1-დან 3-მდე და i რამდენის წოლით იქნება, იმდენჯერ, ანუ i ჯერ, ნახეთ, აქ ჩამოსასვლაში i ოპშენი გვაქვს. i ჯერ წადი მარჯვნივ, i რაოდენობა ჯერ და ასევე i რაოდენობა ჯერ ჩააგდე ეს მორი. ნახეთ, 1 რო იქნება i ერთხელ წავა და ერთხელ ჩააგდებს. i რო 2 იქნება, ორჯერ გააკეთებს ამ ყველაფერს. 3 რო იქნება, აი ხარ ჩავთო, ნახეთ. i 1-ია, ერთხელ ხდება ეს მოქმედებები. i 2-ია, i ჯერ, ანუ ორჯერ წავიდე და ორჯერ ჩააგდე. 3 როა, 3ჯერ და ასე შემდეგ. აქ რო უფრო მეტი რაოდენობა ყოფილიყო, აქ ავირჩევდი უფრო დიდ სხვას. ფოკუსებია ეს კონცეფცი, რასაც ფულის ხომს თვლელი შემოგვაქვს და რამდენსაც ვთვლით, იმდენჯერ აკეთებს მოქმედებებს, მეტი არაფერი. კი ბატონო. დავასრულოთ ეს ავარჩი, აქ ორად არ არის გაყოფილი, ერთიანად მივიყვება 1-დან 40-მდე. კარგი. ეხლა ავკვირდეთ და შემდეგ თემაზე გადავიდეთ. თუ კითხვები აქვთ დათმო. პირობითი ციკლები. პირობითი ციკლები გაცავი არის? აქაც არის. ნახეთ რა ხდება. ახლა ჩვენი თახვი აშენებს სახლს. როგორც უკვე დაგასწრებული წერა. დაიწყე თამაში. და ნახეთ, ისიც თახვია, თან ის ჩაფუძით კეთია. და გეუბნები აქ მანიშნებს, აიღეო, მორს აიღებს, pick-up არის აღება და მოჭრის. კიდე მოჭრის. დავაწები, აიღო, მოჭრა და ჩასვა შესაბამის ადგილას. ეხლა მოდი. აქ ნახოთ, ნახე, აქ არის 35 ავარჩი, და მე 15-ს ჩავთავ. ნახე რა ხდება. აქ არის 3 ზომის მორი.
ფიცრები, რითიც კედელს აშენებს. ვარდისფერი არის პატარა, S-ით აღნიშნული small არის ვარდისფერი, M არის საშუალო, ანუ ლურჯი და L არის დიდი, ანუ ყვითელი. ეხლა რა მინდა მე გავაკეთო? მინდა რომ 2-2 დავამზადოთ პატარა, 2 საშუალო და 2 დიდი. ამიტომ რას ვიზავ? დაკლიკებისას თქვენ მეტყვი რომ ჯერ მაგალითად თითოეულთან 2 დავამზადოთ. მოდი ჯერ თითო პატარა დავამზადოთ, თითო საშუალო და 1 დიდი. აიღე მეტყვი და მოჭერი იქამდე ჩოფარი მოჭრა. ეს არის ბლოკი იქამდე შეასრულეს მოქმედება, სანამ 2 არის პატარა. სანამ 2 პატარა არ გახდება, იქამდე რა ქნას მოჭრას. აიღებს მორს და იქამდე მოჭრის, სანამ პატარა არ გახდება. მერე კიდე უნდა აიღოს და ეხა იქამდე უნდა მოჭრა, საჩოს. კიდე უნდა აიღოს, ანუ იმის გარეთ, ნახე. ლუპის. აიღებს მორს და იქამდე მოჭრის, სანამ საშუალო არ გახდება. მერე კიდე აიღებს, ეხა მესამე მორს აიღებს. იქამდე მოჭრის, სანამ დიდ ზომამდე არ მიაღწევს, უფრო ცოტა მოჭრა მოუწევს, ხო? ეხლა ამ კოდის შემდეგ მოიქნება თითოერთი ყველაფერი. ეს ყველაფერი მინდა ორჯერ გამეორდეს. ანუ 2-2 დამზადდეს. ამიტომ ამას ცალკე გადავაგდებ, რიფით შემოვიტან და ვუყურებ რომ ორჯერ გამეორდეს ეს ყველაფერი. ანუ რას და ჯერ პატარა მორს დავამზადებს, მერე საშუალოს, მერე დიდს და მერე კიდე გამეორებს ამას. ნახეთ, მიყვება. დღეს ლუპი იქამდე მეორდება, როგორც ითხარით, ძევიდან ქვემოთ მიყვება. იქამდე მეორდება ლუპი, სანამ არ დასრულდება და მერე გაგრძელდება ქვემოთ შემდეგი. აქ რო 3 ამერჩამე, 3 დამზადებ. თავიდან დაიწყო და მერე ამ ყველაფერს იღებ. და ზენ ჩასო. ბატონო. ეხლა ამას დავაცოთ. მერე ეს ჩვენი თახვი აშენებს სახურავს, რაც ჩიწება გადაუფრინეს და ჩაუკლეს სახურავი და ეს რაღაცას აკეთებს, ნახეთ, ეს თახვი ხო არის. აქ არის 2 ფილად გაყუთლებული. გაყუთლებული რამდენიც არის, იმდენი და დააგოს. ამიტომ რას აკეთებს? ჯერ აგებს ფილას, მერე ამ ფილაზე გადაგდეს, რომ შემდეგი დააგოს. Please tile, ანუ მოათავსეთ ფილა და წადი წინ, move forward. ამას რო გააკეთებს, დააგო ფილა, წავიდა წინ, მერე მეორე თქმა დააგოს. კიდევ იგივეს გავიმეორებ. Please tile და move forward. ნახეთ, დააგო ფილა წინ გადავიდა, კიდე დააგო ფილა წინ გადავიდა. ეხლა ბოლო ნახოთ. თითქმის ეს ყველა სავარჯიშოში მიუყვებით და მთელი სახურავი შევავსეთ. და ბოლოს ასეთი რაღაც დარჩა. რომ 6 ფილა დარჩა დასაგებით და ამისთვის რას ვაკეთებთ? ეხლა დავფიქრდეთ. ფილა უნდა დააგოს ჯერ, წინ წავიდეს. კიდე ფილა უნდა დააგოს და წინ წავიდეს. მერე შეხვდება უკვე დაგებული. და კიდე დაგებულ ფილაზე კიდე მეორე ფილას ხო ვერ დააგებს. ამიტომ უნდა უთხრა რომ როდესაც შეხვდება რომ უკვე დაგებულია ფილა, კი აღარ გააგრძელო. არამედ მარცხნივ გაუხვიე, ხო ხედავთ ამას, მარცხნივ უნდა გაუხვიოს, რომ გააგრძელოს ფილების დაგება. მერე კიდევ ფილას დააგებს, წინ წავა, ფილას დააგებს, წინ წავა. კიდე რომ შეხვდება დაგებული, კიდევ მარცხნივ უხვევს. ასე მიუყვება და ეს ყველაფერი იქამდე შეასრულე, სანამ მთლიანად არ დაასრულა, ან მთლიანად არ შეავსებ და დააგებ ფილას. ეს არის ლოგიკა, ეს არის ალგორითმი. ვერფლეიზე ნახეთ while roof not complete. While ნიშნავს რომ სანამ roof სახურავი არ არის შევსებული, ან დაგებული მთლიანად, იქამდე მოხდეს ეს ყველაფერი და რა მოხდეს იქამდე. მეორე შიდა ლუპი, ან აქ 2 ლუპი მოხდება, გარე ლუპი, შიდა ლუპი. შიდა ლუპი არის რომ სანამ შეგხვდება, აქ არის ასარჩევი. სანამ შეგხვდება ცარიელი ფილა, დასაგები ფილა, შენ დააგეს ფილა და წადი წინ. სანამ შეხვდება. როდესაც აღარ შეხვდება, რა თქმა უნდა გაჩერდება. და რომ გაჩერდება რა უნდა ქნას? უნდა მოგვიოს მარცხნივ, ხო? ამ ლუპის გარეთ დავსვა მარცხნივ. სანამ ცარიელი ფილა ხდება და აგეს ფილა წადი წინ, როდესაც უკვე აღარ შეხვდება, ანუ ეს ლუპი შეწყობს მოქმედებას, იმიტომ რომ პირობას აღარ აკმაყოფილა. მერე მოუქვევს მარცხნივ და ისევ ცარიელი ფილა რომ შეხვდება, მარცხნივ მოუქვევს, ხო შეხვდება ფილა. მერე უკვე
კიდე ეს შიდა ლუპი თავიდან დაიწყოს მოქმედებას. და უკვე აღარასდროს რო აღარ შეხვდება ცარიელი ლუპა და უკვე რომ დასრულდება ეს გარე ლუპიც რომ დაგებული უკვე ყველა თილად სახურავი მოვჭით. ვერ უკვე შეწყდება ამ ლუპების მოქმედება და დასრულდება ეს ამბავი. უყურეთ? აგებს რო უკვე აღარ შეხვდა მარცხნივ წავიდა. აგაც მარცხნივ წავიდა. აღარ შეხვდა დასაგებები რომ მარცხნივ წავიდა და ვერ მოჩა. ესეც მოვჭით. ახლა გადავიდეთ ბოლო კურსი გაგვჭა. კურსში თქვა. ხოლმე ბივერი ჩივერის if else პირობ. if else არის ძალიან გავრცელებული. თითქმის ყველა პროგრამულ ენაში გამოიყენება if. თითქმის არა ყველა პროგრამულ ენაში გამოიყენება if else და რას ნიშნავს? აქ არის ორი პირობა. ერთი პირობა ვუხსოვთ. if-იან თუ რაღაც მოხდება, ეს მოქმედება შეასრულა და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, else არის ნებისმიერი სხვა შემთხვევა ამ პირობის გარდა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში შეასრულა რასაც გეტყვი. ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ის რომელია? 19 გამოწვევა არ ვიდა. პირველ გამოწვევას ჩავთავ ჯერ. რომ მარტივიც. ახლა ეს თავი ამზადებს წვერებს და ყიდის. ახლა ნახეთ რა ხდება. ჯერ if else-ს არ ამივალთ. უბრალოდ ეს წვენი რო დაამზადოს, უნდა იყოს ბანანი. ნახეთ იღებს ბანანს და აბლენდერებს, ანუ ამზადებს წვენს. და მოვიდა რაღაც მოხმარებელი, აიღო ხილი, დააბლენდერა და მიარსა წვენი. პირველი ის. ახლა მე რო გადავიდე მეოცე, ნახე 40 საათი ხო არის, მეოცეს გავხსნი. ნახეთ if else-ი რას ნიშნავს? აქ ამ დაფას თუ შევხედავთ, ამ დაფაზე გვიხატია ყველა ის შესაძლო მომხმარებელი, რომელიც ამ წვენის დასავლად შეიძლება მოხდეს. ეს შეიძლება იყოს დათვი, იხვი, არბატი, იხვი, ელოტი და ირემი. ეს 4 სახეობის ცხოველი და ფრინველი. და ეხლა ნახოთ თითოეული ცხოველი რა წვენს სვავს. დათვი სვამს მარწყვის წვენს და თან თაფლიც უნდა იყოს. იხვი თუ მოვა ყურძნის წვენი უნდა ჩავთავაზოთ. ელოტი თუ მოვა მარწყვის წვენი და ირემი თუ მოვა მარწყვის წვენი. ან ნახეთ ახლა რა ხდება. ამ if else condition-ი რაში მჭირდება? რომ როგორც ვხედავთ 4-დან 3 ცხოველი სვამს მარწყვის წვენს. ერთის გარდა. ამიტომ გამომიყენებ if else პირობას. ვეტყვი რომ თუ იმ შემთხვევაში თუ იხვი მოვა, დაამზადებ ყურძნის წვენი. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში დაამზადებ მარწყვის წვენი. ლოგიკურია და ბევრი წერაც ამიმიწევს. ამიტომ ამ if else პირობას ავირჩევ. ვაი, მე უკან დავბრუნდი. ამ if else პირობას ავირჩევ და ვიტყვი რომ თუ მოვა, ნახეთ, აქ არის ასარჩევი ცხოველები. თუ მოვა იხვი, მაგ შემთხვევაში აიღე, რა იყოს? აქ მარტო ბანანი კი არ არის, შემიძლია ავირჩიო აქ ნებისმიერი ხილი, მაგალითად ყურძენი, ამ შემთხვევაში ყურძენი. თუ იხვი მოვა, ყურძენი აირჩიე და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში აიღე მარწყვა. მაგრამ აქ კიდევ პუნქტი გვაქვს, კი, ყველა სვამს მარწყვის წვენს, მაგრამ დათვი ხო მარწყვის და თაფლის წვენს სვამს. ნამდვილ სხვა შემთხვევაში კი აიღე მარწყვი, მაგრამ შეამოწმე. დათვი არის თუ არა. და თუ დათვია, მაშინ თაფლიც აიღე. if ამ else-ში, ანუ სხვა შემთხვევებში, სხვა შემთხვევები არის დათვი, ელოტი და ირემი. იხვის გარდა. სხვა შემთხვევაში შეამოწმე. აიღე მარწყვი და შეამოწმე. თუ დათვი მოვიდა, მაშინ დაამატე თაფლიც. და ანუ ამ ყველაფერს ეს იყო ინგრედიენტების პროდუქტების აღება, დამატება ბლენდერში და მე რა თქმა უნდა blend and serve გვინდა დაბლენდერება, დამზადდეს ეს წვენი. ძალიან ლოგიკურად ჩანს ეს კოდი. მოდი გავტესტოთ, გავუშვათ. აი იხვი მოვიდა, შეამოწმა if-ში. თუ იხვი არის, კი ბატონო არის,
აიღო ყურძენი და ელსი გამოტოვა მე ან თუ ის პირობა კმაყოფილდება ელს დასკიფავს ყოველს გამოტოვებს და დააბლენდერებს მე იფი თუ არ შესრულდა აი მაგ შემთხვევაში გადადის ელსზე აიღებს მარტყს და შეამოწმებს თუ დათვია მაგ შემთხვევაში აი დათვია ხო მარტყვა აიღო თაფლით დაამატა და დააბლენდერა თუ დათვი არ არის უბრალოდ ამივსაც დასკიფავდა და დააბლენდერებდა პირდაპირ ხო ხდებით ან ლოგიკას ხო ხდებით რა შეგოვარებს კი ბატონო და ახლა მე-40-ზე გადავიდეთ ბოლოს ავარჯი განხილოთ მოკლედ დაწიდავდა ეს ჩვენი თახვი და ხელით ბლენდერით რომ ამზადებდა ამ წვენებს ახლა უკვე ქარხანა გახსნა და სამი დანადგარი აქვს პირველი დანადგარი მხოლოდ წითელი ფერის ხილს აბლენდერებს და ხილისგან ამზადებს წვენს მეორე დანადგარი მხოლოდ მწვანე ფერის ხილისგან ამზადებს წვენს და მესამე დანადგარი ყვითელი ფერისგან და ახლა რა ხილი შეიძლება მოვიდეს რომ დამზადდეს წვენი. ვაშლი, ნახეთ აი აქ მოხედავთ. ვაშლი, მარწყვი, სხალი, ბანანი, ანანასი, საძამთრო და ამას აქვია. ბალი, თუ ალბანი. ნახეთ? ან ვაშლი და სხალი არის მწვანე ფერის. ანუ წავა მეორე დანადგარში. ანანასი და ბანანი არის ყვითელი, ანუ წავა მესამე დანადგარში და მარწყვი სამთრო და ალბანი არის წითელი, ანუ წავა პირველ დანადგარში. კარგი, ახლა როგორ უნდა დავაკლასიფიციროთ ყველაფერი და რა თქმა უნდა if-ელსები უნდა გამოვიყენოთ. მე თუ შევხედავ, ან ჯერ უნდა შევხედავ ამ ბლოკებს და რის საშუალებას მაძლევს, რასაც ვთავაზობენ, ამ ეს ბლოკები შეგვიძლია გამოიყენო გეუბნებიან. ტექსტი დაფუძნებული, იმიტომ არის კარგი, რომ შენ რასაც გინდა იმას დაწერ, რაც keyword-ების გამოყენებით, მაგრამ ამ შემთხვევაში if-ში if პირობაში მხოლოდ ორი პირობა შემიძლია მივუძღვრო. ან თუ ეს არის, თუ ვაშლია, ან თუ სხალია მაგალითად. ეს რასაც გავაკეთებ რომ თუ ხილი არის if-ს ავიღებ, თუ ხილი არის ვაშლი ან სხალი, მაშინ ვეტყვი, რომ დამზადდეს მეორე დანადგარში. კი ბატონო. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მე ვისამ მოდიამს გადავაკეთებ if-else ვიყენებ. ჯერ შევამოწმებ, რომ არის თუ არა მწვანე ხილი მაგალითად, ან ყვითელი ხილით შემიძლია, ან მწვანე, მაგალითად მწვანე იყოს. ჯერ შევამოწმებ, მწვანე ხილი არის თუ არა, თუ არის, გავუშვებ მეორე დანადგარში. მე else არის ნებისმიერი სხვა შემთხვევა. სხვა შემთხვევა რა შეიძლება იყოს, ან წითელი ხილი, ან ყვითელი ხილი. ნებისმიერ სხვა შემთხვევებში კიდევ გავწესტავ, კიდევ შევადარებ, შევამოწმებ. წითელია თუ ყვითელი. რა შემიძლია? აქ რადგან ორი არჩევანის საშუალებას მაძლევს მხოლოდ წითელი ხილი 3 მაქვს. ამიტომ რას ვიზამ? ჯერ ან ბანანი თუ იქნება თუ ან ანანასი თუ მაგას შევამოწმებ და გავუშვებ მესამე დანადგარში და ყველა დანარჩენ შემთხვევაში გავუშვებ წითელ ხილს. აქ წითელი ხო რამდენიც არ უნდა იყოს, ყველა დანარჩენი შემთხვევა რაოდენობას არ იწვის. რას გულისხმობ? if else ბლოკს ვიღებ და ჯერ ვამოწმებ მწვანე ხილს, ან თუ ვაშლია, ან თუ მსხალია, მაშინ დაამზადე მეორე დანადგარში. ვერ სხვა შემთხვევაში, ანუ წითელი ხილისთვის და ყვითელი ხილისთვის. კიდევ ერთი if else მინდა რომ შევამოწმო წითელია თუ ყვითელი. ჩავსვა ამ else-ში და თუ ხილი არის მეთქი, ახლა ნახე წითლები რო ავირჩიო, ორი არჩევის საშუალებას მაძლევს და მესამე დამრჩება ისე. ამიტომ ყვითლებს ავირჩევ. თუ არის ან ბანანი, ან ანანასი, მაშინ დაამზადე მესამე ბლენდერში. მესამე. და ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ან წითელი ხილის შემთხვევაში, დაამზადე პირველ დანადგარში. და ახლა ნახეთ რა გავუშვათ. მოვიდა ყვითელი ხილი, პირველი ისი დასკიფა, გამოტოვა და ყვითელი ბანანი რო შევხვდა, პირდაპირ მესამეში დაამზადა. მწვანე ხილი რომ მოვიდა, ეს ისი თუ შესრულდა, ელს უკვე აიგდორებს და პირდაპირ ამზადებს. და რჩება. მერე თუ არც მწვანე იყო, არც ყვითელი და სხვა შემთხვევაში ან წითელი თუ მოვიდა, პირველ ბლენდერში დაამზადებს. და ეს ლოგიკა აქ მიდის.
ეს არჩევის მოჩა. ან კოდმაკი ჯუნიორი ბივერეჩი ვერ გამიხილეთ. და ეხლა მე რო დავამატე საკონსულტაციო ადმინისტრაციაში ჩანს წეარო არჩენა, იმიტომ რომ აქ მქონდა ჯი დამატებული. და კურსებში ჩანს ყველა ძირითადი კურსი, რომელიცაც ვასწავლეთ მოსწავლეებს და აქედან მეინ კურსის ან ძირითადი კურსები არ არჩეული. მე შემიძლია აქ მინი კურსებიც მოვნიშნო. Apply-ს რომ დავაწვევი, ვნახეთ როგორ მომიშნე. ვნახეთ, ბივერ ეჩივერის შემდეგ პატარა მინი კურსი გამოჩნდა. ყველა თუ მექნება არჩეული. ზოგჯერ შეიძლება არ გინდოდეს ესეთი მეტი რაღაცების გამოჩენა, უბრალოდ კურსები გინდათ გამოჩნდა. აქედან გაფილტრავთ თუნდაც. მაგრამ თუ მორჩით უკვე ამ ერთ და კიდევ პატარა მინი კურსი დაჩვენოთ, ამ მინი კურსში არის ამ სამი თემიდან რაც ცოტა ამოღებული და რამდენიმე რაღაც წესისავით არის შედგენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ამას არ განვიხილავთ, იმიტომ რომ ყველაფერი განვიხილავთ აქედან უმეტესობა და ეს იქნება უბრალოდ შეჯამება, სამით თქვენ შეგიძლიათ თვალი გადაავალოთ ამ სტუდენტებს გააკეთებინათ. მოკლედ, ეს იყო რაც განვიხილავთ, რაც უნდა განვიხილოთ, პლატფორმა მიმოვიხილოთ, კითხვების შემთხვევაში გისმენთ და განვიხილოთ კურსები, რომელსაც ხდება მოსწავლეებისთვის, რაც პროგრამირების საფუძვლების სწავლება, ჩვენ ახლა განვიხილოთ ბოლტზე დაფუძნებული პროგრამირება და ეს ნახეთ ფიქრის პროცესი, ალგორითმის შემუშავების პროცესი, სტრატეგიულად დაგეგმვის პროცესი, რომ ჩვენ ხომ მოვიფიქრო რა მოქმედებები უნდა შეასრულოთ ამ ყველაფერს, რომ თუნდაც გავფილტრო, რომ ეს ხილი რაფერი იყოს ასრე. ადრეული ასაკიდანვე დაეხმარებათ, რომ ამის უნარები გამოიმუშავონ მოსწავლეობა, რაც შემდეგ თუნდაც გაყვნენ კომპიუტერული მეცნიერებების სფეროს, იქ რა თქმა უნდა გამოადგებათ და ნულიდან არ დაიწყებენ მერე სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიას რო აირჩევენ, ან მანამდეც. და თუ არ გაყვნენ კიდე ამ სფეროს, რა თქმა უნდა, ცხოვრებაში სტრატეგიული აზროვნება, დაგეგმვა და ფიქრი ყველგან და ყოველთვის გჭირდება და ეს იყო რაც მიწოდა მე თქვა, ახლა კითხვების შემთხვევაში გისმენთ, თუ არა შეგვიძლია დავასრულოთ უკვე ჩვენი ტრენინგიც. მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში კითხვები ნამდვილად არ მაქვს და გეთანხმებით რომ ძალიან ნაყოფიერია სტრატეგიული აზროვნება და ნამდვილად დაეხმარება ჩვენ ბავშვებს მქონი რომ განივითა რომ ის უნარები რომელიც აღნიშნულ სტრატეგიას ჭირდება დიდი მადლობა არ მაქვს. ნახოთ მარიამ დავასრულოთ ხო მაშინ. კი ბატონო, დავასრულოთ ჩანაწერი როგორც წეგან აღნიშნეთ გაკეთდება და გადმოგეგზავნებათ. ჩემი ნომერი გაბატონ აიდას აქვს და თქვენ თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ გამოართვათ და ხაზზე ვიქნებით ნებისმიერი კითხვის დროს შეგიძლიათ რომ გამირეკოთ და თუ რაღაცა იქნება გაუგებარი შემდგომი ტექნიკური მიმართულებით შეიძლება რომ ანაც მაგალითად დაგვეხმაროს თუ მე შემეძლება რომ დახმარების ხელი გაგიწოდოთ რა თქმა უნდა არ იქნება პრობლემა და მოკლედ არ მოგერიდოთ. ლიცენზიებზე რაც შეეხება ხელშეკრულება უკან დაბრუნებულია ხელმოწერილია ორივე მხარე და დაველოდებით თქვენი მხრიდან უკვე გადახდის დაფიქსირება სკოლიდან და შემდგომ უკვე გაიხსნება ლიცენზიები და შეგეძლებათ უკვე რომ დაამატოთ ბავშვები და დაიწყოთ ჩვეულებრივად სწავლება ჩვენი პლატფორმის. გაიხარეთ, გისურვებთ წარმატებებს და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.